სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად ტერიტორია რუსთავში გამწვანდა. ლევან გოთუას სახელობის რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის ეზოში 60-მდე ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე კიპარისები და ზეთის ხილის ხეები დარგეს. ნერგები ფონდ გაამწვანე საქართველოს შპს მწვანე სახლმა და შპს ჯეოლივმა გადასცა. ღონისძიება სკოლის ეზოში ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. გამწვანების აქციაში დიაკონი დავით გოგიაშვილი, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს მორიგი გამწვანების ღონისძიება. ჩვენი ფონდი გამწვანე საქართველოს მოგესალმება დააფუძნა ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ და უკვე ამდენი ხანია ჩვენ ვეხმარებით გამწვანებაში არა მარტო ეკლესიებს, არამედ სხვა დაწესებულებებს, იქნება სკოლა, იქნება მოსასწავლებელი, იქნება ჯარი, პოლიცია, იქნება პენიტენციალური, იქნება სამართყოფო, იქნება მათ ტერიტორიებს სიტუაციას გავალამაზოთ, გავამშვენიეროთ. დღეს ვიყვებით რუსთავში მე-17 სკოლაში, რომელიც ატარებს დიდი მამულიშვილის ქართველი ხალხის დიდი სულიერ შვილს, რომელიც ზრუნველი იყო საქართველოს სულიერებაზე, მისი მოამაგე იყო ლევან გოთუას სახელობის სკოლაში ვიყოფებით და მის ეზოს ვამწვანებთ და დღეს ჩვენ ვგავთ ზეთის ხილებს 7 წელს და 50 წელს კიპარის. ეს ყველაფერი დღეს ხდება ცხონებული სულბნათი ლევან გოთუას სახელზე. და კიდევ უფრო მეტ სიტყვას და სილამაზეს მოუტანს აი ამ სკოლას. ბუნებრივია რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც უნდა გაიზარდონ ქართულ ღირებულებებზე, ტრადიციაზე და უნდა მათი წოდენ დამოკიდებულება ბუნებასთან. ამას ამბობს ჩვენი პატრიარქი, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ დარგვა, მისი პატრონობა. ეს ყველაფერი აუცილებელია. ჩვენ წერა ბავშვებს შევხვდით და აუხსენით პატრიარქის დამოკიდებულება მისი როსაკურთხევით, რომ კეთდება ეს ყველაფერი, რომ ეს არის საქართველო და მასში დამოპატრონობა და მათ ხელში არის ხალხის მომავალი, რომ მოუვარონ, ისწავლონ ის ბუნებასთან ურთიერთობა და მისი გამშვენიერება. ჩვენ ვიხარია, რომ აი ზუსტად ვართ რუსთავში, სადაც ჩვენი პირველი საერთოდ ფონდის ღონისძიება 2013 წლის ნოემბერში შედგა რუსთავში, მაშინ გიორგი ლევონიძის სკვერი გავალამაზეთ დარგვეთ ბიჭები 1000 წელი და დღეს ისევ აქ ვიყოფებით, ხოლო მანამდე რუსთავში გორგასალის სახელობის ეკლესიის ტერიტორია. ამას ჩვენ ვეხმარებოდა სატყეო სააგენტო, მას დააპროექტა ის და აი მრავალფეროვანი სცენარებით მოხდა იქ დაპროექტება. დღეს როგორც ხედავთ აი ამ ტერიტორიაზე ეს განლაგებული იქნება ეს კიპარისები, რომლებიც არის ჰორიზონტალური და მიწებს აქვს ჩრდილით იქნება და მოგესალმებით მარამწვანეა. მარამწვანე არის ზეთის ხილის. ანუ ესე იგი სუნწვანე იქნება ეს ეზო, იქნება ლამაზი ძალიან. და ჩვენ გვიხარია ეს ერთობაში პატრიარქის საკუთრებით, ასე გავაგრძელებთ კიდე მომავალში ეს, რომ ბავშვებს ხდეთ ზუსტად კარგი ბუნება, კაი გარემო, საცხოვრებელი და თუნდაც ისწავლონ დამოკიდებულება ბუნებასთან და ხების მოლაპატრონობა. ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, დიდი ქართველის ლევან გოთუას სახელობის მე-17 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს გვესტუმრა გაამწვანე საქართველოს ფონდი. ესე იგი, ეს არის დიდი პატივი ჩვენთვის, რომ პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს შესანიშნავი ქართველი ბატონი გოჩა არონიშიძე, რომელმაც პირველივე თხოვნით, რა თქმა უნდა, პასუხად მოგვაგო, რომ დიდი სიხარულით ჩამობრძანდებოდნენ და შედგებოდა ეს დღე და მოკლედ იყო სამზადისი. ქალბატონმა ნელი ლიქოკელმა, რომელიც ბრძანდება ამ სკოლის დირექტორი და ჩვენ ჩოხოსანთა საზოგადოებამ და აი აქ მოსულმა სტუმრებმა ყველამ ერთად შევქმნით ეს ლამაზი დღე. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს საზოგადოების გაამწვანე საქართველოს ფონდს იმისთვის, რომ ეს აქცია, რომელიც მიეძღვნა კონკრეტულად გოთუას სახელობის ხეივნის მოწყობას, დღეს განხორციელდა უკვე და დაირგო კიპაროსები და ზეთის ხილის ხეები. ამისთვის უღრმესი მადლობა
ყველა ჩართულ პირს, ინიციატორს და საპატრიარქო საზოგადოებას. ეს ძალიან დაგვეხმარება ინფრასტრუქტურის უფრო მეტად გალამაზებაში და რეკრეაციული ზონების მოწყობა გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები, ძალიან დიდი სიხარულით აკეთებენ ამას და უკვე იმას ფიქრობდნენ, ახლა უსმენდი ბავშვებს, რომ როდის გაიზრდება ეს ხეები, რომ მათი დარგული ხეები ამ სკოლას როგორ დაამშვენებს და ბედნიერებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენც ბედნიერები ვართ. დღეს ჩვენ გვესტუმრა საქართველოს საპატრიარქოს ფონდი და ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ჩვენს სკოლას შეემატება რეკრეაციული სივრცე და ეს ხეები დავრგეთ ლევან გოთუას სახელობისთვის ხეივანი გავაკეთეთ და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის ფონდს. ჩვენი სკოლა ახალგარემონტებულია, დღით ვცდილობთ განვავითაროთ. დღევანდელი მოწყობილი ღონისძიებაც ამას ემხრობა, რომ ჩვენი სკოლა გავამწვანოთ და ახალი რაღაცები შევმატოთ, ასე ვთქვათ, განვავითაროთ. მოხარულები ვართ, რომ საპატრიარქოს ახმარებით ეს შევძელი და ახალი ენერგიები დავრგეთ. მეც მე 11 კლასის ვასწავლებ, დავრგე ენერგი და ჩემი წვლილი შევიტანე ჩვენი სკოლის განვითარებაში.